გამარჯობა, გილოცავთ ძველი ახალ წელს, კალანდას, გისურვებთ ხვავს, ბარაქას, სიყვარულს, ჯანმრთელობას, რაც მთავარია, წარმატებებს და ერთიან, თლიან, დიდებულ, მოწესრიგებულ, კეთილ იბერიაში ერთად და კარგად გვეცხოვროს ყველას. ეხლა დღეს მინდა განათლების სისტემას შევეხო და პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ წინა ხელისუფლება, ესე იგი, როგორ რაღაცა მოხდა შევარდნაძის დროინდელმა ხელისუფლებამ თითქმის დააძველა, მოაძველა ყველაფერი, ყველა სისტემა მოარღვია, ოღონდ არ გაუუქმებია. შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ მისმა მოსწავლეებმა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, უკვე დაიწყეს ცრუ, ყალბი, ფსევდო რეფორმების გატარება და დაიწყეს პირველი დედაენის ამოღებით. იაკობ გოგებაშვილის დედაენა ეს შეუცვლელია, ეს არასოდეს არ უნდა შეიცვალოს, იმდენად კარგად, ძვირფასად აქვს იმ ზულმნად უდიდეს ბუმბერას ადამიანს გაკეთებული დედაენა, რომ ამის შეცვლა არ საჭიროებს არც ერთ ეპოქაში, რაც არ უნდა წინ წავიდეს ჩვენი ქვეყანა შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს იქნება 22-ე, 23-ე საუკუნე თუ ასე შემდეგ. ამას არ საჭიროებს, იმიტომ ეს არის ისეთი ნაწარმოები, ამის წაშლა მოშლა არ შეიძლება. როგორც ანბანის შეცვლა არ შეიძლება. მაშინ საერთოდ უნდა გამოსვალო ყველაფერი. აი ლიბერალებს შეკითხო, საერთოდ უნდა ამოყირავება მთელი ქვეყნიერების. და სახეზედაც არის ჩვენ ხედავთ კიდევაც ახლა. ტროცკის ხაზი რას აკეთებს? ყველგან შეაქვს ესე იგი რევოლუცია, ყველა სახელმწიფოს დაშლას სურს და პირველ რიგში ხდება განათლების სისტემის დარღვევა. აი გადავხედოთ ახლა ამერიკაში რაც ხდება. ეს ლიბერალების ნამოქმედარია. მათ შემოქმედება, როგორ ებრძვიან კონსერვატორებს. ეს იმის დანაშაულიც არის, რომ კონსერვატორებმა გარკვეულწილად თავის დროზე ძალიან მიუშვეს ეს ლიბერალები, ლიბერალ-დემოკრატები და შედეგიც სახეზე ნათელი არის. არ შეიძლება ასე გაათამამო ლიბერალი. ეს ის ლიბერალიზმი არ არის ილია ჭავჭავაძე, რომელსაც მოგვიწოდება, ეს სხვა რამეა. ეს არის ფაქტობრივად, ასე რომ ვთქვათ, ოსტგუთები, ვესტგუთები და ვანდალები რო ესეოდნენ აშენებულ ქვეყნებს. რომს აღარ უყვეს, რომი ფაქტობრივად ვანდალებმა და გუთებმა დაშალეს და დაასურეს მიწასთან. რო შედიოდნენ პირდაპირ ქანდაკებებს და ნებს წვავდნენ, ანგრევდნენ, ამტვრევდნენ. დღესაც აი ქანდაკებებში ესივნენ გაცემაში ამერიკაში და ანგრევენ. იმასაც კი აცხადებენ ხელა მკრეხალობას, რომ ქრისტე რატო იყო თეთრკანიანია. ესო იმისო შეურაცხყოფაო სხვა კანის ფერის და სხვა რასების ადამიანებისაც. აი ამ დონეზე მივიდნენ. ეს არის ცრუ თავისუფლება. ცრუ ადამიანების უფლებების დაცვა, ყალბი, ფსევდო. ერთი სიტყვით იაკობ გოგებაშვილის დედაენა აუცილებლად უნდა დაბრუნდეს სკოლებში. ეს პირველი ამოცანა უნდა დადგეს. შემდეგ სწავლება რა საჭიროა 12 კლასი, როდესაც ფაქტობრივად მე-12 კლასი მოსავლები თითქმის არც დადიან. ყველა რეპეტიტორთან ემზადება. ჩემ დროს იყო 10 კლასი. ერთი კლასი იყო, 0 კლასს ეძახდნენ, ის იყო მოსამზადებელი. გსურდა მეიყვანდი ბავშვს, გსურდა და პირდაპირ შეგეყვანა პირველ კლასში. ამიტომ მე ვთვლი, რომ 10 კლასი სავსებით საკმარისია. შემდეგ, აი 8 კლასის შემდეგ სურვილის მიხედვით პროფესიულ სკოლებში გადასვლა. ეს ქონდა საბჭოთა კავშირის დროს, კარგი იყო, რაც კარგი იყო, ის აღვადგინოთ უნდა. არ აქვს მაგრამ სურვილი ადამიანს იქნება რომ ისა დაასრულოს 10 კლასი.
თან უნდა პროფესიის მიღება. ის პროფესიული სასწავლებლები აი იმ დროს რო იყო რაღაცა ნაკლებ ხარისხიანი და ცუდად მოსახსენებელი, რომ ბავშვი აქ არ სწავლობდა და იქ იმისათვის გადაყავდა და იძულებული იყვნენ. ესეთი რაღაც აღარ იქნება უკვე. ეს ყველაფერი ჩაჯდება ეროვნულ ღირებულებებსა და ეროვნულ ჩარჩოებში, ეროვნულ მასშტაბებში. იქ უნდა გამოვიდეს პროფესიონალი, ყველგან, ყველაფერში იქნება დაცული პროფესია, პროფესიონალი, სპეციალისტები უნდა გვყავდეს ჩვენ ძალიან ძლიერი. ყველაზე დიდი წარმატებული სახელმწიფოები იმით არიან წარმატებული, რომ მათ ყავთ ძალიან კარგი ძლიერი სპეციალისტები. ამა თუ იმ საქმის კაპიტალიზმის დიდი მონოპოლი ეს არის ზუსტად. ისინი არიან თავისი საქმის სპეციალისტები. აი დაუშვათ აი კალმისტარ საწარმოებს რა. ეს ცდილობს მისი კომპანიის ხელმძღვანელი, ბიზნესმენი, რომ ეს ძალიან მაღალი ხარისხის იყოს, იმიტომ რომ არ შეიძლება სხვა. აქ კონკურენტი ეყოლება მას. ასევე უნდა იყოს ჩვენთან აუცილებელია დავნერგოთ გარკვეულწილად რაღაც შერეული მოდელი უნდა შეიქმნას, როგორც შვედეთს აქვს, ფინეთს აქვს. იქნება რაღაცები დაცული ეს სოციალიზმის, ოღონდ ძირითადი მაინც ალბათ კაპიტალიზმის, იმიტომ რომ ადამიანს უნდა გააჩნდეს ინტერესი. თუ ადამიანს არ აქვს ინტერესი, ძალიან გაჭირდება. ისე ხარისხი ვერ აიწევს. აუცილებელია. აი თუ გამოუშვებს ერთი ფირმა მაგალითად ხელთათმანს, მეორე გვერდზე უნდა ყავდეს მესამე. ამით კონკურენცია გაიზრდება. სასწავლებლები მაქვს და მოფიქრებული ყველაფერი ერთ ქალაქში რო არის. ახლა მივიდეთ იქამდე და აი 8 კლასი მე ასე მივიჩნევ და ეს სწორედ იქნება. შემდეგ მასწავლებლების ცოდნის დონე და მათი ხელფასები, ეს აუცილებელია. მასწავლებელია ესე არ შეიძლება პირდაპირ სკოლაში შეუშვა ბავშვებთან. მასწავლებელი როგორც ფსიქოს ითხოვენ მართვის უფლება, მანქანის მოტარების მართვის უფლება რომ მიიღო, ასევე არის საჭირო. კარგად უნდა გაკონტროლდეს მასწავლებელი. მას აქვს უფლება შევიდეს მოსწავლეებთან ჯგუფში, იმუშაოს თუ არა. პედაგოგიური ინსტიტუტი რო დაამთავროს, განა მასწავლებელი გამოდის იქიდან. მასწავლებელი ეს უნდა იყოს ბუნებით მოწოდებული. თავისი კანონები აქვს, ბუნებრივი კანონები აქვს ამას. ის კედლები ვერ გასწავლის. კედლები ვერ მისცემს მასწავლებლებს. იქ შეიძლება ცოდნა მიიღოს, საგანი ისწავლოს, მაგრამ მასწავლებლო კიდე სხვა რამ არის. ეს ღვთისგან უნდა გქონდეს ადამიანს ნიშანი და დაბერტყილი უნდა გქონდეს ის მადლი. მასწავლებლო ძალიან დიდი ტვირთია. აი დღეს როგორ ებრძვიან მასწავლებლებს, რატომ ებრძვიან, აბა დააკვირდით, დაფიქრდით, ვინ იყო ყველაზე დიდი მასწავლებელი? იესო ქრისტე, რა თქმა უნდა. ებრძვიან ღვთიურს, რაც არის კარგი. მოერები იყოს გაუნათლებელი. ერები ადვილად სამართავი იყოს. ახალგაზრდობას რაც შეიძლება ცუდისკენო მისცემ მიდრეკილებას. ერთი ბრიყვი იყო ჩვენ ყველას გვახსოვს. გემახსოვრებათ მის სიტყვები. სწავლაო თამაშო, არა ბატონო. სწავლა ეს უნდა იყოს სახურება. დიდმა გვინიოსმა თქვა, ჯერ მწარი ჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა. ასია მწარია ეს შრომაც. და არა თამაშ და გართობა. თამაშ სხვა დროს. სწავლა ჩვენ ესე უნდა განვიხილოთ, რომ ეს არის სამსახური. ბავშვს რო გავუშვებთ ჩვენ სკოლაში იქნება სასწავლებელი იქნება თუ მაღლეს სასწავლებელი იქნება. უნდა ჩაუდოთ ფსიქოლოგიურად უნდა მომამზადოთ. პირველ რიგში ჯერ მშობლებმა, შემდეგ მასწავლებლებმა. ეს უნდა დაევალოს მშობელსაც და მასწავლებელსაც. ეს კანონები უნდა ჩამოიწეროს. ძალიან კარგი იქნება, ძალიან ძვირფას შედეგს მივიღებთ. ეს არის მისი სამსახური. და ხარისხზე უნდა იყოს გათვლილი, ისე კი არა შევიდა ამა თუ იმ შენობაში. და როგორც შევიდა ისე გამოვიდა, არა. იქ უნდა შეიძინოს მან ცოდნა. მაღალი პროფესიონალი ჭირდება, ეს სახელმწიფო ეს უნდა იყოს მოთხოვნა. აი აქედან უნდა მეიქცეს მასწავლებელს ყურადღება.
ძალიან საყურადღებოა. არ შეიძლება ის. მასწავლებელი სულ ფორმაში უნდა იყოს. მასწავლებელი პირველი ჯარისკაცი. როგორც ექიმებს აქვს ჰიპოკრატეს ფიცი მასწავლებელს უფლება არ აქვს, რომ ხელფასზე იწუწულოს და რაღაცა. უნდა ასწავლოს, იმან გულით უნდა ასწავლოს, მთელი გულით უნდა ასწავლოს. 27 წელია ვემსახურებ მოსავლებს, 28 გახდება ახლა მარტის დასასრულს. მაგრამ ესეც არ შეიძლება მასწავლებელი ახლა დააყენოს ერთ მდგომარეობაში. მე მახსოვს ხელფასები. იყო 7 ლარი, 7 ლარი კი არა, $1 გამოდიოდა მაშინ. ეს იყო 94, 15, 16 წლები. საშინელ მდგომარეობაში ჩაყარეს მასწავლებლები. მასწავლებლებს ძალიან დიდი თვითი გადავიდა, გმირი მასწავლებლები ყავშა და წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი ძალიან უდიერად მოექცა. როგორ შეიძლება მასზე მასწავლებელზე თქვა, რომ 40 წლის შემდეგ არ უმჭირდებაო. მასწავლებელს რაც წლები გადის, მეტი გამოცდილება ეძლევა. აქვს. უბრალოდ. ანერაც შეიძლება ის სკოლიდან გაუშვა. სკოლიდან გაუშვებს ისეთ მასწავლებელს, რომელსაც არ გააჩნია ცოდნა სათანადო, რომელმაც არ იცის ბავშვთან როგორ აუხსნას, როგორ მიაწოდოს მასალა. ესენი გასაგებია, მაგრამ ძალიან ბევრი გაუშვეს ისეთი, რომელიც იყო ძალიან საუკეთესო მასწავლებლები, რომლებიც გმირები იყვნენ. ასეთი მასწავლებლები ჩვენ უნდა დავაჯილდოთ. მასწავლებელს უნდა შეუქმნათ ძალიან მაღალი პირობები. აი იაპონია მასწავლებლის შრომა რო დაინახა და დააფასა, იმით დადგა ფეხზე. მასწავლებლებმა შექმნეს იაპონია უძლიერეს სახელმწიფოდ და ყველა ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფო მასწავლებელზე დგას. მასწავლებელი უშვებს მოქალაქეს, მცოდნე მოქალაქეს, მოწესრიგებულ მოქალაქეს. ეხლა რო არის სკოლებში განვითარებული ეს ბულინგები, მასწავლებელს წაართვეს ყველა უფლება. მასწავლებელს წაართვეს, რომ არ უნდა გაუჯავდეს. გასაბჭარებელს უნდა გაუჯავდეს მასწავლებელი. ოღონდ უნდა იცოდეს მასწავლებელმა თავისი ადგილი. რა დოზით და როგორ შეიძლება. ამისათვის რომ არ იყოს ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა, მე პირადად მივიჩნევ, სახელმწიფო უნდა გამოყოს ამისათვის თანხა და ყველა სკოლაში ძალიან კარგი იქნება და აუცილებელიც არის ესა. და მე რო იყო აუცილებლად ამას დავნერგავ, ყველა საკლასო ოთახში იქნება ვიდეო თვალი. და ის მშობელი მერე რო კამათობს, რომ აი ჩემი შვილი უკანონოდ დაისაჯა მასწავლებლის მიერ, იქ იქნება ვიდეოზე გამოსახული. აბა იყო ეს მასწავლებელი დამნაშავე თუ არა? თუ ის მშობელია დამნაშავე, რომელმაც თავის შვილი სწორად ვერ აღზარდა, უზრდელი და თავხედი გახადა და შეუშვა იმაში დაწესებულ სკოლაში, რომ მასწავლებელს მოუშავა. მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია. იმრი არ შეიძლება შენ ნევრები მოუშავო და გამოიყვანო წყობიდან. მასწავლებელსაც აყავს შვილები, ოჯახი აქვს. მასაც ჭირდება დასვენება. აი ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ამას მოაწესრიგებს მხოლოდ და მხოლოდ სახად მოაზროვნე განათლებული ადამიანები. ეს მეცნიერულად იქნება შესწავლილი, მეცნიერულად იქნება გამოკვლეული ყველაფერი, ყველა საგანი იქნება მიწევდებელი, მაღალ დონეზე იქნება შეფასებული, რაც ასაღდგენია ჩვენ უნდა ავადგინოთ, რაც შემდეგ დასამატებელი უნდა დავამატოთ და არა ის სრულ რეფორმები, რომლებმაც დაშალეს, გაანადგურეს სასწავლო პროცესი და პროგრამა მთლიანად მოშალეს. მასწავლებლებს უნდა დამუშვათ ძალიან მაღალი ხელფასი, მასწავლებლებს უნდა გააჩნდეს აგარაკიც და მანქანაც და ნორმალური სამოსიც. არ შეიძლება მასწავლებელი იყოს ისეთი სამოსით დადიოდეს, რომ მოსავლემ მერე ცინიკურად გადახედოს. ესე ძალიან ცუდია. და ხშირად უნდა მოხდეს მასწავლებლების წახალისება. განათლების მინისტრი უნდა გამოდიოდეს და გამოყავდეს მასწავლებლები, რომლებიც არიან ძალიან წარმატებულები. ეს ტელევიზიით, მასმედიის საშუალებით, ამის აგიტაცია, პროპაგანდა აუცილებელია. ნომერ პირველ ადგილას დავაყენებდი მე პირადად. და მივიღებდი ჩვენ საუკეთესო საზოგადოებას, საუკეთესო ნასწავლ ახალგაზრდობას.
აღარ გაუჩნდებოდა ეს პროტესტები რო შემოიღეს ახლა პროტესტს ვაცხადებ რის პროტესტს აცხადებ ანგრევ ყველაფერს შემდეგ აღნიშნულიც ამბობს კაცო ყოველთვის ითვლება რატომღაც მასწავლებელს უახსენებენ ინგლისური მათემატიკის მასწავლებელი მასწავლებლების გარდა სხვა მასწავლებელი აღარ არსებობს კაცო ჩვენთან ხატვის მასწავლებელი, მუსიკის მასწავლებელი, სიმღერის მასწავლებელი ასე შემდეგ რა ფიზკულტურის მასწავლებელი ყოველთვის თუ გამოიყვანენ და რაღაცა იქნება მასწავლებელთან დაკავშირებული ყოველთვის ამბობენ რომ ინგლისურის მასწავლებელი მათემატიკა მე არასოდეს არ მინახია თითქმის გამოიყვანათ ახლა ხატვის მასწავლებელი ანუ ქანდაკების მასწავლებელი არქიტექტურის მასწავლებელი ლაპარაკეთ ის ადამიანები რა უჭირთ რა უხინთ რა სჭირდებათ წლების მანძილზე ვასწავლედი ნიკოლაძის სასწავლებელში სავალალო მდგომარეობაში იყო ის სასწავლებელი მე ეს რაღაცა 2006 თუ 5 წელი იყო რო გარემოდა სავალალო ისე მდგომარეობაში იყო 10 წელი მომიწია ფაქტობრივად სირისტიან იმაში რაღაც ბუნკერს ვეძახდით სოკოები ამოდიოდა კედელზე დაავადდებოდი ადამიანი და ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა საშინელი წყალი ჩამოდიოდა ესეთ გარემოში მე ღუმელი მქონდა რასი შოუვიდა ზოგი შეშა ზოგი რას არ მოიტანდა ხოლმე რომ დაგვენთო და გაგვეთბო ძალიან ციგოდა იმ პერიოდში არ იყო არც დენი არც გასი საერთოდ გამჭვარტული იყო ესეთ პერიოდში მომიწია მსახურება და მუშაობა მაგრამ არ დამიწუწუნია და არ დამიხებია უკან და არ მითქვია რა ვისათვის რომ მე შენ არ გასწავლი და ესე მდგომარეობა და რაღაც პირიქით აბა შეეკითხეთ ერთი ჩემს მოსავლეს როგორი სიტყვა და როგორი სიყვარული იყო მაგრამ სულ ყوار შეიძლება ესეთ მდგომარეობა იყოს ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ყველა სპეციალობის მასწავლებელი პარიტეტულ საწყისზე თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი მასმედიის საშუალებით გამოთქვან მათ რა სურვილები აქვთ როგორი შეხედულებები აქვთ როგორ შეიძლება რომ განვითარდეს პროცესი მე პროგრამებთან დაკავშირებით რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლები კიდევ სკოლებში ჯერ სანამ გადავალ კიდევ მინდა ეს სკოლასთან დაკავშირებით ეს დისციპლინის აღდგენა აუცილებელია სად არის დისციპლინა გააკრეს საერთოდ როგორ შეიძლება ახლა ლიბერალებსაც საერთოდ არ მოსწონთ ეს სიტყვა დისციპლინა ეს რას ამბობ ახლა იტყვიან რომ საბჭოთა გადმონაშთია ეს მკაცრი მასწავლებლები ჩვენ არ გვჭირდება და ჩვენ როგორც გვინდა ისე მოვიქცე და როგორც გვინდა რომ მოიქცე და ესე რომ მიუშვეს ბავშვები იმიტომაც არის ამდენი მკვლელობები სკოლაში ის პოლიცია რო ჩააყენეს რა უნდა სკოლაში პოლიციას მასწავლებელს უნდა ქონდეს უბლება ბულინგი დაარქვეს ამ ძალადობას ამ საშინელებას როდესაც იქნება სახელმწიფო მოწესრიგებული სახელმწიფო გააკონტროლებს იმ სკოლასაც ხშირი იქნება კომისიები შიგნით ეხლა სად არის 10 წელი ვასწავლე ნიკოლას სასწავლებელში ერთი ადამიანი არ მახსოვს რომ მოსულიყოს კულტურის სამინისტროდან და შემოწმება მე როდესაც ვსწავლობდი ნიკოლაზის სასწავლებელში მაშინ 2-3 თვეში ერთხელ მოდიოდნენ კულტურის სამინისტროდან წარმომადგენლები და ამოწმებდნენ როგორი იყო ჩვენი ხარისხის დონე სწავლის ეხლა სადა არის რომელ სკოლებში ამოწმებენ სწავლის დონეს კი არ ამოწმებენ ის უხარია რომ არ ისწავლოს მოსავლე ეს არის საშინელება სულ უნდა იყოს კონტროლის ქვეშ სწავლობს არ სწავლობს და გაუშვი სკოლიდან აღარ იქნება სკოლას არ უნდა დავაცავლოთ ჩვენი ისა მოსავლეს თუ არ უნდა სწავლა ნუ ისწავლის და რაც შეეხება კიდევ უნდა აღდგეს არა საჯარო სკოლა არამედ საშუალო დონა უნდა მიიღოს იქ მოსავლა საჯაროში რას ნიშნავს მარტო ანბანი გაიგოს როგორია რამდენი ასუ არის შიგნით
და arithmetic-ის ისა მემატება გამოკლება, არა ბატონო, საშუალო სკოლა. იმას იმიტომ ერქვა იქ, რომ საშუალო დონის გამოდიოდა ადამიანი მომზადებული ცოდნით. შემდეგ მინდა ხაზი გაუსვა ზუსტად წინა გადამცემაში ჩვენ ვამბობდი, რომ ანკეტა უნდა გაიხსნას. მე ვთქვი, აი საბავშვო ბაღიდან. დიახ, აი რაში გვჭირდება ჩვენ აი ახლა ანკეტა, როდესაც ჩვენ გავხსენთ. იქ ხო ექნება მასწავლებელს დაფიქსირებული. რისკენ აქვს ბავშვს მიდრეკილება, საბუნებისმეტყველო თუ ჰუმანიტარული სფეროებისაკენ. აი ზუსტად აი აქ დაფიქსირდება. არ შეიძლება ახლა მოსწავლეს დააძალო, როდესაც მას ამ კუთხით არ აქვს გონება გახსნილი, კიდევ თუ არა ფიზიკა, მათემატიკა, ახლა ისეთი დონით, როგორც შეიძლება მის გვერდზე ახლა მეგობარს კონდეს. იმას სხვაგანა გახსნილი. კარგი სმენა აქვს, კარგად ხატავს, კარგად ძერწავს. კარგი ხელოსანი შეიძლება გამოვიდეს. აი ამიტომაც აქედან ჩვენ დავიწყებთ უკვე პროფესიული თვალსაზრისით მოსწავლეს ურჩევთ, მშობელსაც ურჩევთ და გადავა ეს ადამიანი აი პროფესიულ სასწავლებელში. პროფესიული სასწავლებელი ძალიან მაღალი დონის. თავისი უნიფორმა ექნება, იმას თავისი დიპლომი ექნება. მერე ისა პროფესიული სასწავლებლის დამთავრებელი იქნება ძალიან კარგი უმაღლესი დონის სპეციალისტი. აი როგორც უცხოეთში არიან. თავისი ფორმით, თავისი ის ექნება რაღაცა ფილმებში იმუშავებენ. ხელფასი ექნებათ, ძალიან მაღალი ხელფასი ექნებათ. იქ თუ თავს გამოიჩენს და ისა კიდევ ჯილდოებსაც დაიმსახურებს, სხვადასხვა ჯილდოები დაწესდება. იქნება კრუიში წავა ადამიანი, უამრავი რაღაც სიკეთების გაკეთება არის საჭირო და გაკეთდება კიდევაც. კარგი მოსწავლეები წავლენ და დაისვენებენ, დასასვენებელი მებს ვიცით ჩვენ ვიზებს. გავუშვებთ იტალიაში, გავუშვებთ საფრანგეთში, გავუშვებთ საბერძნეთში, ეგვიპტეში. დაინტერესება იქნება, ძალიან მაღალი დონის დაინტერესება. აი მუფლებები, აი მასწავლებლის უფლებები, ეს კანონები იქნება მკაფიოდ. აქ დავიბარეთ ჩვენ მშობლებს. მშობლებიც იქნებიან გარკვეული, რისი უფლება აქვს მასწავლებელს, რისი უფლება აქვს ბავშვს. მშობელმა უნდა გააკონტროლოს, ასე არა, სკოლაში რო გავუშვებ და იქ ნევრები მოუშავლოს მასწავლებელს. აი ეგრე აღარ იქნება. ეგ დამთავრდება. ეგ ლიბერალური ფთა უკვე ჩაბარდება პატრონს. მშობელი, იმის მშობელი ხარ, შენ შვილი აღზარდო ნორმალურად. სისხლი კი არ უნდა გაუშვოს, იქ უნდა მოусმინოს მასწავლებელს. მასწავლებელი გაკონტროლდება. აი ეს მოგცემ საშუალებას ვიდეო თვალი. შემდეგ კაცო, აი რა უბედურება გააკეთეს. ფიზკულტურა ამოიღეს, ფიზკულტურაში იყო ნორმატივები. იქ იყო ბაგირზე ასვლა, ძელი იყო, ხიძე გადასვლა იყო. გადახტომები იყო, სკოლის დროს ხო გვახსოვს, სირბილის შეჯიბრება იყო. და მთელი რიგი, ეს ძალიან კარგი იყო. და სპორტზე ისე დავყავდით ჩვენ მშობლებს. ვისაც უნდა კრივზე შედიოდა, ვისაც უნდა ჩოგბურთზე შედიოდა, ვისაც უნდა ფარიკაობაზე შედიოდა, ვისაც სურვილი ჰქონდა ცურვაზე დაყავდა ბავშვები და ასე შემდეგ. ეხლა რა გააკეთეს, ახლა ბურთს გადაუგდებს ის მასწავლებელი და აი სპორტი. არა ბატონო, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ბავშვის ფიზიკურ აღზრდაზე. მის ხეულზე უნდა ვიზრუნოთ, მის სულზე უნდა ვიზრუნოთ. ამისათვის იყო ის საჭირო ფიზკულტურა. ასეა რომ ფიზკულტურის გაკვეთილები აღდგება, თავისი ნორმატივები და ფიზკულტურის მასწავლებლებს ჩვენ გავზრდით. და ეყოლება სკოლებს ფიზკულტურის მასწავლებლები, სკოლებსაც, სასწავლებლებსაც და უმაღლეს სასწავლებლებსაც. ყველგან იქნება სპორტი, აუცილებლად ყველგან იქნება აბსოლუტურად. სპორტი ეს არის ძლიერი სახელმწიფო. ჯარისკაცს ნიშნავს რა, ქალი, კაცი, მახოჩი, ყველა უნდა იყოს სპორტულ ფორმაში. აღარ იქნება ამდენი ნარკომანი და გაუბედურებული ადამიანი. და ჩვენც როგორც ევროპელები, როგორც აი გერმანელები, ყველაზე ესეთი ხალხია სპორტი ძალიან უყვართ, ავსტრალიელებს უყვართ, იაპონელებს უყვართ, სულ ფორმაში არიან და სულ დადიან და მოგზაურობენ.
ლამაზი აღნაგობის უნდა გქონდეს ადამიანს სხეული. უნდა მიხედო შენ თავს. სულ ფორმაში უნდა იყო კაცი. სულ მოწესრიგებული უნდა იყო. შენ თავი უნდა გიყვარდეს. შენ თავი თუ არ გიყვარდა პატივს არცეა. ისე სხვას ვერ შეიყვარებ. მე მექნება ერთი გადაცემა კიდე ეს კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული ვაჟა-ფშაველას. ბერას პოეტს. ჯერ შენი თავი უნდა გიყვარდეს, შენი ერი უნდა გიყვარდეს და მერე ხარ მსოფლიო მოქალაქე. ეგ არის ჯანსაღი კოსმოპოლიტიზმი. შენი თუ არ გიყვარს, შენ თავს თუ არ ცემ პატივს, ისე სხვას როგორც პატივს. ამ კუთხითაც აუცილებლად მოხდება განვითარება. და ეს აგერ მაქვს აღნიშნული მოსწავლეების მოწამლა რომ მიმდინარეობს კაც. შედიხარ და მოსავლე პროტესტს ვაცხადე, რა პროტესტს აცხადე, ის პროტესტს აცხადე. ეს არის თავხედობა და მავნებლობა, რასაც მიაჩვია დემოკრატ ლიბერალებმა. და გავა ესეთი ისა მე რა გაიზრდება. გავა და ეგერ მუშარდავს იმაში, საკლასო ოთახში. ესეა თავხედებენ ვერ. და ეს ხდება ეს. ჯღაბნიან კედლებს. მე რა გააკეთეს ახლა? გახვალ კალაში გადაირევით კაცო. მე მაქვს ასეთი გვერდი შექმნილი Facebook-ზე. შეგიძლიათ შევძანდეთ და ნახოთ. ძველი თბილისის საფრთხეშია. სადაც კი მომიწერს ხოლმე არა, ყოველთვის ვიღებ ხოლმე აპარატით. რა დღეშია კედლები, რა დღეში ჩაყარეს ისა შენობები. მარმარილოზე იმაში ქვედა გასასვლელებში ვარ, მარმარილოზე არის ეს ინგლისური ასოებით რაღაც სისულელები დაწერილი. ეს სპეციალურად ხელოვნურად არის გაკეთებული, რომ ადამიანში გამოიწვიოს ესე იგი უარყოფითი ნევრი მოეშალოს ადამიანს. მოწესრიგებულ ადამიანს, კეთილ ადამიანს მოეშალოს ნევრი. თორე დეგენერაციის მოწონს ალბათ. იმიტომ ის დეგენერატია. დეგენერატებმა არ უნდა მართონ სახელმწიფო. დამთავრდა მათი ეპოქა, ეს სიბნელის ეპოქა დასრულდა. ეხლა სინათლის ეპოქა, მზის ეპოქა, ღმერთის ეპოქა დასრულდა ეს. იქ ზემოთაც დასრულდება და აქაც დედამიწაზეც მოვაწესრიგებთ. შემდეგ ეხლა ეს უმაღლეს სასწავლებლებში. ეხლა მე სადაც ვსწავლობდი, სადაც დავამთავრებ, ამ კუთხით მექნება საუბარი, რა თქმა უნდა, ყველგან ერთი და იგივეა თითქმის საშინელება უნივერსიტეტებში და აქედანაც ყველგან გააცევეს ნორმალური ცოდნის ძალიან ძლიერი ბევრი პედაგოგი გააცევეს. ვინც არ დათანხმდა მათ პროგრამას, რომელიც წინა ხელისუფლებამ შემოიტანა ვაი რეფორმებმა, რომელიც ანადგურებს სწავლის სისტემას. აი რაც ეხება სამხატვრო აკადემიაში, აი ტვინი გაუგლაყეს აი ამ სტუდენტებს, ინსტალაციები, პერფორმანსები და ნახეთ ჩვენ რა დონის ეს იყო ფსიქიკით, როგორ დონის არის გია ბუღაძე, რომელმაც დიპლომები გასცა ჩაფურთხებაში. რაც დაარქვეს ამას სველზე ცველი წრე. ეს არის დანაშაული, ამას ვინ აკეთებს? რომელ სასწავლებელში გაკეთდა? რა კავშირი აქვს ამას მხატვრობასთან? ამისენით, აი გაუგნებული ვარ ეს რომ დავინახე რა კავშირი აქვს ჩაფურთხებას ადამიანს სახეში რო შეაფურთხებს, სტუდენტები ის შეხედან იქ და ერთმანეთს აფურთხებენ და ამაში აიღეს დიპლომები. ამას დაარქვეს პერფორმანსი. ანდა კიდე ეს პორნოგრაფიული რაღაცეების გაკეთება, სასქესო ორგანოების გამოსახვა ამ ტიტულებს. ამით ხდებიან ის ამხატვარი, ამით უნდა გამოჩინდეს? ჰა? 6 გამოცდა იყო ჩემ დროს ჩასაბარებელი. ეხლა ერთ გამოცდაზე დაიყვანეს. თანაც გამოცდას არ იკითხავთ. საბავშვო ბაღის დონეზე დაიყვანეს. ციგ ნატურმორტია ჩასაბარებელი. ერთი სფეროა, ერთი ნაჭერია და ერთი შეიძლება ბოთლი მიამატონ. როდესაც
ხატვის გამოცდაზე ჩემ დროს ვარდებოდა პორტრეტი და შიშველი მოდელი. ქალის ფიგურა იყო, ან ქალი იყო, ან ცოცხალი, ან ქალი იყო, ან მამაკაცი იყო. ხედავთ რა დონეზე დაწიეს სამხატვრო აკადემიაში თონა. და პირდაპირ დაიწყეს აბსტრაქციის სწავლება. აბსტრაქციის სწავლება როგორ შეიძლება? ეს დიდი მხატვრები არიან, ეს ბუმბერასი მხატვრებია. პიკასო პირდაპირ ამბობდა 12 წლის ასაკში თითქმის რაფაელოვით ხატადია. ყველამ გაიარა ეს რეალური ბუნება, აუცილებელია. ეს კლასიკური მიდგომა, რომ გეტყვის ადამიანი დამხატე უნდა შეგეძლოს მისი დახატვა. ის უნდა დაჯღაბო, ის უნდა დახატო. მის ბიძაშვილი და მამიდაშვილს კი არ უნდა დაამსგავსო. მაგრამ მაგასაც ვერ იმაშვებიან. არასწავლიან. საათებით შეამცირეს ნატურების. მე მოფიქრებული მაგ ერთი წლის მანძილზე საერთოდ ნატურაზე უნდა ამუშაო. ცალკე ერთი წელი მარტო უნდა ამუშაო ნატურაზე. ჩანახატები უნდა გააკეთებო სხვადასხვა რაკურსში. მოქანდაკეები არ გადიან იმას, ბრინჯაოზე ჩამოს ხმარიციან. არც შემდროს იყო და ახლა მით უმეტეს. ქანდაკების კათედრა საერთოდ დაშალეს. ეს არის მამრობა. და სპორტ დარბაზში არიან მე მგონი შესული სტუდენტები. ბრინჯაოში ჩამოსხმა უნდა იცოდეს, ქვაში გათლა უნდა იცოდეს, ხეში უნდა გამოკვეთოს. ერთი წელი უნდა ამუშაო მარმარილოში, დორიფორი გაათლევინო, კარგი სპეციალისტი თუ გინდა მიიღო ქანდაკებას განსაკუთრებით. ამიტომ აქვს მე 9 წელიწადი. მე 6 წელი სწავლობდი თავის დიპლომის ჩათვლი, 1 წელი იყო სადიპლომო ნამუშევარს ეძღვნებოდა. ეხლა 4 წელი არის ბაკალავრია და მე ფასიანი გახადეს. ეს ფასიანები უნდა მოიხსნას სახელმწიფო დაწესებულებაში. სახელმწიფო სასწავლებელი სადაც იყო, იქ ყველგან უნდა ეკრძალოს ფასიანი. ის უნდა გაუქმდეს. თუ შენ გინდა ფასიანი სასწავლებელი, კი ბატონო, აიღე სესხილი ბანკიდან, აიღე და აშენე და თუ მოვა შენთან სტუდენტი, კი ბატონო, მოვიდეს. ესია ეს ხდება იმაში, ნორმალურ სახელმწიფოში. ის სახელმწიფოს რაც იყო, იქ სახელმწიფოს უნდა დარჩეს ის უფასო. იგივე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი უფასო უნდა იყოს, თეატრალური კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია. ილიას იზრო დაარქვეს ინსტიტუტი. ენა რაღაცა თქვენი ის იყო, თქვენ თანატოლი იყო ილია, თუ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნდა იყოს. ესეც არის თავხედობა. აი ლიბერალების თავხედობა არის ზუსტად. ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ ერთი სიტყვით. ყველაფერი, ყველა სპეციალობაში უნდა იყოს წესრიგი. და ნორმალური განვითარება. ეს კედლების ჯღაბრაზე აღნიშნე კიდევაც. აი ამერიკაში და ცხოვრობდა დაიწყეს კაცო ნგრევა, ქანდაკებების დანგრევა დაიწყეს. აქაც აი რას უშვებიან წავლენ ვიღაცა მაიმუნები ბავშვები. მიასხამენ იმას. აეროზოლი და ჯღაბნიან ეს ქანდაკებებს, კედლებს ჯღაბნიან. და მოფიქრებული მაქვს მე ესე, რომ არ შეიძლება მარტო და აი თბილისს კონდეს ეს სასწავლებლები. აი 9 სასწავლებელი უნდა იყოს სამხატვრო, უნდა იყოს სამხატვრო აკადემია, 9 უნდა იყოს კონსერვატორია, 9 თეატრალური ინსტიტუტი უნდა იყოს. და არ არის აუცილებელი მარტო აი თბილისში რო არის კაცო, თბილისის გარდა იყოს თელავში, ახალციხეში, ოზურგეთში, ცხინვალში, სოხუმში, მესტიაში, დუშეთში, სენაკში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში. გადანაწილება მოხდება და ის ახალგაზრდობა არ დაიძრება თბილისისაკენ. იქ უნდა მოხდეს გაძლიერება. ჩვენ გერმანიას როგორ ვიცნობთ, კაცო, მარტო ბერლინი თუ არ ვიცნობთ რა. მიუნხენით ვიცნობთ, გამბურგით ვიცნობთ, ჰაიდელბერგით ვიცნობთ, ფრანკფურტით ვიცნობთ, ვაიმარით ვიცნობთ, დრეზდენით ვიცნობთ. აი ეს უნდა გაკეთდეს, აი დაამთავრა მაგალითად მიუნხენის აკადემია იტყვის ადამიანი, დაამთავრა მაგალითად ბერლინის თეატრალური ინსტიტუტი, დაამთავრა ვაიმარის, ფრანკფურტის დაამთავრა, ჰაიდელბერგის დაამთავრა, დრეზდენის დაამთავრა და ასე შემდეგ და ეს კონკურენცია იქნება. ეს მოიტანს ხარისხს, მაღალ ხარისხს მოიტანს. ის დასრულებული იტყვის რომ არა მე უფრო მაგარი პროფესორი მასწავლებელი იქო. ეს კაცი წავდა იქ ისწავლის. წავა სენაკში და ისწავლის. იქ
უფრო მაგარი პროფესორა ყოფილა. და ყველა ასე იქნება ინფრასტრუქტურა, იქ იქნება სტუდენტებისათვის, თუ გინდა აქედან ჩასვლა რა, იქ იქნება სტუდენტებისათვის საცხოვრებელი სახლები. თუ არა და იქ აი სამეგრელოს რეგიონის ადამიანები იქ მივლენ სენაკში მივლენ შეუძლია მესტიიდან ჩავიდეს მესტიაშიდაც იქნება თუ მესტიაში აკადემია იქნება იქ თეატრალური იქნება ანუ ორივე ადგილას იყოს რაჭიდან შეუძლია გადავიდეს ადამიანს ვიდრე ახლა თბილისში ჩამოვიდეს ცხინვალში ახლა იქიდან შეუძლია აი რა ქვია გორის რაიონი მთლიანად ქარელიდან გორიდან ცხინვალში ჩავლენ იქ ისავლიან თიულებს შეუძლიათ იქ ჩავიდნენ კიდე ცხინვალში და ასე შემდეგ კახეთში ხევსურებს შეუძლია ჩავიდნენ პანკისის ხეობიდან ჩავლენ ახალგაზრდობა ისავლიან თუშები ჩავლენ ფშავლები ჩავლენ იქვე იმ რეგიონში და გახდება ძლიერი გახდება ის კუთხე ჩვენ აღორძინდება არ იქნება ესე თავკომბალასავე დგას ყველა თბილისში ხوار მოიყრის თავს ყველაფერი საჭიროებას მოითხოვს მაგრამ მაინც თბილისი იყოს ავსტრალიას კაცო აი სიდნეით უფრო ვიცნობთ ინდო ოპერის თეატრი ისეთი მძლავია ამაზიც არის კარგი შენობაც არის ვიდრე ახლა დედაქალაქი არის კამბერა და ნაკლებად ვიცნობთ მელბურნს და კამბერას ნაკლებად ვიცნობთ სიდნეით უფრო ვიცნობთ იგივე არის არ არის აუცილებელი ახლა ყველაფერი იყოს თბილისში იყოს ბათუმში იყოს ოზურგეთში იყოს ახალციხეში იყოს ახალციხეს კონდეს თეატრალური, ახალციხეს კონდეს ოპერა, იმასაც კონდეს, აქაც კონდეს, კონკურენცია წავა, შეჯიბრი წავა, ხარისხი აიწევს, მაღალი ხარისხი იქნება. და აი ეს კიდე მქულებთან დაკავშირებით, აი სკოლაში რო შემოიღეს ახლა 10 ბალიანი სისტემა, 10 ქულა. ეს სული იდიოტიზმია. არაფერი სავაჭრო არის იქ. გეუბნება აი 8 მინდა 9 უნდა 10 უნდა ესე უნდა ისე უნდა არა ბატონო მოჭრით იყო მშვენიერი 4-იანი ეს კარგია და 5-იანი არის ფრიადი 3-იანი ეს საშუალო აი ესე პირდაპირ მოჭრით უფრო მეტი დადებითი მქონდა ვიდრე ეხლა ეს 10 ბალიანი სისტემა არის სულელური ესეც უნდა აღორძინდეს და აღდგეს და ეს ცრუ რეფორმები, ვითომ ვაი რეფორმები, რომელმაც მოიტანა განათლების სისტემის დაშლა და განადგურება, ის რეფორმები ყველაფერი ჩაბარდება უკვე. დაიწყება ნამდვილი რეფორმა სკოლებში. ასწავლებელში ძალიან მაღალი დონის, ძალიან ძლიერი მცოდნის და ფსიქიკურად ძალიან გაწონასწორებული. კარგად მოწესრიგებული. კარგი ჩაცმული უნდა მივიდეს მასწავლებელი. ამისათვის სათანადო ხელფასებსაც დაუნიშნავს სახელმწიფო. ეს აუცილებელი იქნება. პირველ რიგში, პირველი რაზედაც აქცენტი უნდა გაკეთდეს, მასწავლებელმა უნდა გვყავდეს ჩვენ დაკმაყოფილებულ ყველა სფეროში. მასწავლებელმა უნდა დაისვენოს ერთხელ კი არა წელიწადში, ორჯერ უნდა დაისვენოს მასწავლებელმა. ერთი ზაფხულში, შემდეგ ზამთრის ადადეგები იქნება. იმიტომ ნერვიული სისტემა მასწავლებელს უნდა გქონდეს უმაღლეს მდგომარეობაში. ყველაზე მაღალ მდგომარეობაში უნდა გქონდეს ნერვული სისტემა მასწავლებელს. კანონები გამოვა კიდევაც რა ევალება მოსწავლეს, რა ევალება მასწავლებელს. უამრავი რამ არის კიდევ საჭირო, მაგრამ დღეს ამით შემოვიფარგლოთ. შემდეგ გადაცემებშიც ვისაუბრებ განათლების სისტემაში უამრავი რამ არის კიდევ. ასახოცებელი, გასაკეთებელი, ეს მეცნიერულად უნდა დავსხდეთ და შევიმუშაოთ მთლიანად. პროგრამები არ აქვს სამხატვრო სკოლებში პროგრამები არ აქვს კაცო. როდინდელი პროგრამა საბჭოთა კავშირის დროინდელი რაღაცები არის. იმით აღარც ხელმძღვანელობს. პირადად მე თვითონ შევადგინე პროგრამა ნიკოლაძის სასწავლებელში, მე თვითონ ვასწავლეთი. ჩემი პროგრამა, ჩემი დაწერილი. არავის კაპიკი არ მოუწია იმაში. ნუ არ გააჩნდათ. და ეხლა სადაც ვარ, იქაც მე თვითონ შევმუშაო. თითქმის ის ნიკოლაძის პროგრამა და იმიტომაც არის ხარისხი მაღალი. და იმიტომაც არიან ჩემი ბავშვები დღეს ძალიან დიდი ნაწილი მათ ჩააბარა იმაში აკადემიაში. უბრალოდ ჩვეულებრივი სკოლიდან.
მოუბრალობა. ერთი პატარა ოთახი გვაქვს, აი იქიდან წასულმა ბავშვებმა. კარგი, დღეს ამით შემოვიფარგლოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, სიტყვოებას და რა თქმა უნდა, ძლიერ, მდიდარ, ზნეობრივად გამართულ სამშობლოში ცხოვრებას.